ხშირად ყალბი ინფორმაციის დროს ფოტოები ან ვიდეოები გაუთვალისწინებლად შეიძლება იყოს გამოყენებული, რათა მხარი დაუჭიროს ტყუილ ინფორმაციას. გამოიყენეთ საძიებო სისტემები, მაგალითად Google Images, რათა გამოიგულოთ, არის თუ არა ეს ფოტოები რეალური. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ყველა მათგანი სანდო არ არის. როგორ ამოვიცოთ fake news-ი, ჭეშმარიტ სიყალბე, ნათელი ფერებით გაფორმებული, მიმზიდველი დასაწყისი, რომელიც ინტერაქტიულობის სურვილის გამოწვევია. Fake news-ებს ხშირად აქვთ სენსაციური და გადაჭარბებული სათაურები, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სურთ. ყურადღებით იყავთ და არ დაიჯერო ყველაფერი სათაურის მიხედვით. ნეიტრალური სათაურები უფრო მეტად სანდოა. Fake news-ები ხშირად დაუდგენელი და საეჭვო წყაროებიდან მოდის. დარწმუნდი, რომ ინფორმაცია გადამოწმებულია სანდო და ოფიციალური წყაროებით. გამოსახეთ წყაროს ლოგოები და დასვით წითელი რგოლი ან ნიშანი fake news-ის საეჭვო წყაროებზე. დაამოწმე ფაქტები სხვა სანდო წყაროებიდან. თუ ინფორმაცია სხვაგან არ იძებნება, ეს შესაძლოა ფეიკი იყოს. შეამოწმე, ვინ არის მოცემული სტატიის ავტორი. ცნობადი და გამოცდილი ავტორები სანდოების განცდას ქმნიან. თუ ავტორი უცნობია, ან საერთოდ არ არის მითითებული, ეს ეჭვის საფუძველია. Fake news-ები ხშირად манипуляციურ სურათებს და ვიდეოებს იყენებენ. შეგვიძლია Google Images ან სხვა fact-checking პლატფორმით გადავამოწმოთ ვიზუალური მასალა. იყავი MediaSmart-ი და ყოველთვის გადაამოწმე ინფორმაცია, სანამ დაიჯერებ და გაავრცელებ მას. ერთად დავიცვათ ჩვენი ციფრული განემოსი ყალბისგან. ზოგიერთი fake news-ი მოძებულ ინფორმაციას იყენებს როგორც ახლანდელს. ამიტომ დარწმუნდი, რომ ინფორმაცია აქტუალურია და სწორ თარიღს მოიცავს. მედია წიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ვიყოთ მედია წიგნიერნი.